ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კერძოდ უფლებადამცველთა გაერთიანება, მოქალაქე, ახალგაზრდა ადვოკატები, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია, უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ რეკომენდაცია გაუწიოს ეროვნულ მარეგულირებულ კომისიაში მედიაკავშირ ობიექტივს წართმეული სიხშირის დეციმეტრული არხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს მარეგულირებელი კომისია გარკვეულწილად ახორციელებს ბლოკირებას მედიაკავშირ ობიექტივის იმ კუთხით, რომ არა სამ საკითხს, რომელიც არის პრობლემატური, არ იხილავს, არ წყვეტს დადებითად, ანუ თუ კი თქვათ არ უბრუნებენ იმ წართმეულ 35 დეციმეტრულ სიხშირეს, ის თავისუფალი სიხშირეები მაინც დაუბრუნონ, რომელიც არსებობს განსაკუთრებით თბილისში და უკვე 9 წელია ეს მედიაკავშირი, რომელიც წარმოადგენს რადიოსა და აგრეთვე ტელევიზიას, იმისთვის, რომ ეს წართმეული სიხშირე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდგომ მათ წაართვეს, დაიბრუნოს და სამწუხაროდ ეს ბრძოლა უშედეგოა და მე მინდა მოუწოდო ხელისუფლებას, რომ მათ კარგად გაიაზრონ ის, რომ თუ კი რომ არა ობიექტივის ბრძოლა სამართლიანობისათვის და იმ უკანონობისათვის, რომელიც წლებია გრძელდებოდა, დღეს ჩვენ ნამდვილად არ გვეყოლებოდა ეს ხელისუფლება. ამიტომ გარკვეულწილად მე ვფიქრობ, რომ უსამართლობასთან გვაქვს საქმე და გარკვეულ უმადურობასთან, იმიტომ რომ დღეს რაზე გვიხდება საერთოდ საუბარი, რომ დღეს ესე ყველა თითქმის მედია საშუალებებს გარკვეულწილად აქვს უფლება იმუშაონ, იმოღვაწეონ და იმ ტელეკომპანიას, რომელმაც მოახდინა ის ცვლილებები და ის იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ამ ცვლილებების მოხდენისა, იმას ეზღუდება გარკვეული უფლებები. და ის რომ მას წაართვეს ეს სიხშირე, ეს არის დადასტურებული იმ პარლამენტის მიერ განხილულ, ესე იგი, სტომაზე, როდესაც ეს წარედგინა პარლამენტს ის აღნიშნული ამ მარეგულირებელი კომისიის შესწავლის, როდესაც ხდებოდა ამ საკითხის, აი ყველაფერი დადასტურებული. ამას გარდა პროკურატურაშიც არის შეტანილი კონკრეტულად მასალები ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ცალკე პროკურატურამ უნდა იმჯეროს, რომ ეს უკანონობა მოხდა და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ეს განახორციელა. ცალკე ამ მარეგულირებელმა კომისიამ კი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მაგრამ რეალურად ეს სტრუქტურა პრობლემებს უქმნის ამ ტელეკომპანიას და სწორედ ამიტომ მოუწოდებ ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილს ხელისუფლებას, რომ გარკვეული რეკომენდაცია მისცეს ამ ტელეკომპანიას. 150-მდე წამყვანი ყავს და მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია დღეს ის ფაქტიც, რომ დღეს ჩვენ ესე გვიხდება რეპორტიორის პრესკლუბში მხოლოდ და მხოლოდ რეპორტიორის ესე იგი გარკვეულწილად მიკროფონის გარშემო მხოლოდ აი ამ ინფორმაციის გაჟღერება და სად არის სოლიდარობა მედია სივრცეში, რომელიც ყოველთვის იყო, როდესაც გარკვეულ ტელეკომპანიებს პრობლემები ექნებოდა, გაიხსენეთ თუნდაც იმედი, გაიხსენეთ თუნდაც რუსთავი 2, როდესაც ვიღაცას პრობლემა აქვს, მე მგონი რეალურად ამაზე გარკვეული სოლიდარული მაინც უნდა იყოს ტელეკომპანიები. ხა ჩვენ ვინმე ჭკუას კი არ ვასწავლეთ, მაგრამ ეს ჩვენთვისაც გარკვეული სიურპრიზი არის დღეს, როდესაც გვიხდება მხოლოდ და მხოლოდ ესე რეპორტიორის მიკროფონის ქვეშ საუბარი. და მე მოუწოდებ რეალურად სხვა მედია საშუალებებს, რომ ხვალ არავინ იცის ვის რა პრობლემები ექნება, იცით? და არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება სხვა განსხვავებული, თქვათ, მათთვის განსხვავებული შეიძლება ობიექტივი იყოს რაღაც ის ტელევიზია, რომელიც მათ გარკვეულ ჩარჩოებში აждდება და ანუ რეალურად მათ გემოვნებას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ რაღაც შეტევები განხორციელდა ობიექტივის მიმართ იყო პერიოდი და დღეს ყველა რეიტინგით ეს ტელევიზია არის ერთ-ერთი წამყვანი და მე ვფიქრობ, რომ ასეთ დამოკიდებულება არ უნდა იყოს და ჩვენ ამიტომაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებთ ხელისუფლებას ამ სიტუაციის გამოსწორებისკენ. მე მინდა გადავწე სიტყვა ახლა იმ ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელს, რომელიც დღეს ესწრება. რასაკვირველია, ხა პრესრელისში წერია, რომ მოქალაქე უერთდება ამ აქციას, ესე ვთქვათ, მოწოდების. თავარი პრობლემა ის არის თვითონ ობიექტივს, რაც შეეხება, რომ ამ ტელევიზიას განვითარებისთვის და განვითარებაში ხელს სწორედ ის უშლის, რომ მათ არ აქვთ სიხშირე, ანუ არ აქვთ მაუწყებლობის საშუალება, შეზღუდული აქვთ ეს საშუალება უფრო სწორად და მთელი თანხების მობილიზება, რაც შეიძლება რომ შევიდეს ობიექტივში და რაც შედით, უხდებათ სხვა მაუწყებლისთვის, ანუ მთელი თანხების მობილიზება ხდება სხვა ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლისთვის თანხის გადასახდელად.
ანუ ობიექტივს გარდა იმისა, რომ უზღუდავენ გავრცელების არეალს, ობიექტივს ასევე უზღუდავენ განვითარების საშუალებას. ეს ერთი. და ეს დადასტურებული ინფორმაცია მე პირადად ვარ არაერთხელ მომსწრე ამ პრობლემების, რაც მათ მაუწყებობას შეეხება. ახლა მეორე მედიას რაც შეეხება. ახლა ვის გემოვნებაში რა ჯდება, ეს არის ძალიან სადაო საკითხი. მაგრამ ეს ცარიელი სკამები დღეს მე აღგულისხმობ რა თქმა უნდა რეპორტიორის ჟურნალისტებს და ოპერატორს, ეს ცარიელი სკამები მიუთითებს აი მახინჯ დამოკიდებულებაზე მედია საშუალებების მხრიდან და ხელოვნურად რომელიმე მედია საშუალების გარიყვის მცდელობაზე, აი ამ ველიდან, საინფორმაციო ველიდან, რასაც აქვს წლების მანძილზე ადგილი. ზუსტადაც რომ ობიექტივი არის ერთადერთი ადეკვატური მედია საშუალება. შეიძლება ობიექტივში არის ბევრი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა მრწამსის და სხვადასხვა შეხედულებების მქონე წამყვანი ან ადამიანი ხდება იქ. სწორედ ეს არის მედიის დანიშნულება, რომ სიტყვის თავისუფლება არსებობს და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს პრეტენზია იმაზე, რომ მას შეუძლია აზრი ამა თუ იმ საკითხზე გამოთქვას და იქ მიდიან მინისტრებიც, იქ მიდიან პარლამენტარებიც და მიდიან ასევე რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და პოეტებიც და მწერლებიც, ანუ არავისთვის არ არის შეზღუდული. მედია სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს. ეს ერთი. ის რომ ობიექტივს არ აქვს ტექნიკური საშუალებები, ესეც ზუსტად ამ დამოკიდებულების ბრალია, მაგრამ აი ეს რაც ახლა დღეს აქ ხდება, რომ არც ერთი მედია საშუალება და ძალიან გთხოვთ, რომ ამას თქვენს როდესაც დაადებთ ამ ახალ ამბებს, ხაზი გაუსვათ. ეს არის დანაშაული, ჩადენი არაკოლეგიალობა და უნამუსობა იმ მედია საშუალებების მხრიდან, რომლების მიმართაც ობიექტივი ყოველთვის არის სოლიდარული. მე არ მახსოვს, რომ მაესტრო შექმნოდა პრობლემა და ობიექტივი სოლიდარობის აქცია არ გამოეცხადებინა, რამდენიმე კვირიანი აქცია იყო ეს. არ მახსოვს, რომელიმე მედია საშუალება შეეზღუდათ და ობიექტივი იქ არ ყოფილიყო. არც ერთი ადამიანის რომელმაც ობიექტის მიმართა უფლების დასაცავად არ მიუმართავს კიდეც და გაუგია ობიექტის ხელმძღვანელობას, რომ ვიღაც უფლება არის დასაცავი, არასდროს უარი არ უთქვამთ მხარდაჭერაზე. ასეთი დამოკიდებულება ხო არის მე მგონი საზოგადოების სირცხვილი და უბედურება და თუ რომელიმე მედია საშუალების წარმომადგენელს გონია, რომ ჟურნალისტების უვიცობა და ჟურნალისტების არ ვიცი მე ძალიან დაბალი განათლების და ინტელექტის ტონი, რომელიც მოედინება ეკრანიდან, რადგან კარგი შეფუთულია და რადგან მათ მფლობელებს მეტი თანხები და რესურსები აქვთ, უკეთესი საყურებელია, ძალიან ცდება. იმიტომ რომ არც ერთი ჟურნალისტის პროფესიონალიზმი არ აღემატება ობიექტივის ჟურნალისტების პროფესიონალიზმს და ეს არის დანაშაული, მე მივიჩნევ ობიექტივის მიმართ მედია სამყაროს მხრიდან ჩადენილი. შევუერთები კოლეგების პათოსს, იმიტომ რომ კოლეგიალობის განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ და უფრო მეტად ვიყავი ამაში, იმიტომ რომ ჟურნალისტებს ისევე როგორც სხვა კოლეგიას, სხვა პროფესიებს შეიძლება უფრო მეტადაც ჭირდება, იმიტომ რომ ეს ყოველთვის არის ის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ გარკვეული ზეგავლენა მოიპოვოს ამ მეოთხე ხელისუფლებაზე და ამიტომ გვერდში დგომის მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ასევე უარყოფითად შევაფასებ ამ ცარიელ სკამებს, რა თქმა უნდა, და აუცილებლად უნდა გამოიჩინონ კოლეგიალობა და დახმარება. ახლა რაც შეეხება ობიექტივს, ეს თემა ყველასათვის ბუნებრივია ცნობილია და სააკაშვილის სასამართლოს და იმ ხელისუფლების პირობებში ბუნებრივია მოხდა ვერ მოახერხა ობიექტივმა თავისი სიმართლის გატანა, ის მას არაკანონიერად მოხდა ჩამორთმევა იმ დეციმეტრული სიხშირეს, ეს ბუნებრივია ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და მე მინდა მოუწოდო ხელისუფლებას და ამ ხაზი გაუსვამთ მთავარ დაპირებას, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, ის რომელიცაც ხელისუფლება მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება და ამაში ჩვენს საზოგადოებამ და ობიექტივმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ძალიან დიდი როლი ითამაშეს, ბუნებრივია. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ მარეგულირებელი კომისია, ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისია თავის არსად არის დამოუკიდებელი და ხელისუფლება პირდაპირ ვერ ჩაერევა, მაგრამ მას მე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ დააფიქსირონ თავის პოზიცია და რეკომენდაციის სახით მიმართონ. ჩვენ ამიტომ უდგებით ფრთხილად ამ საკითხს, მით უმეტეს ეს დადასტურებული აქვს საგამოძიებო დროებით საგამოძიებო კომისიის მასალებით და ასე შემდეგ ეს ფაქტობრივი გარემოებები და ამიტომ ხელისუფლებამ მიგაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და დაადასტუროს, იმიტომ რომ
ის სიტუაცია, როდესაც რეალურად სამართლებრივად უნდა მოეპოვებინა ეს არხი, ბუნებრივია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ობიექტივი ვერ მოახერხებდა და შესაბამისად ის გარემო გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ დღეს გარემო აღარ არის და ამიტომ მოვუწოდებთ, რომ თუ იმ არხის საშუალება არ არის, რომელიც შესაბამისად თუ არის თავისუფალი სიხშირე, ის დაუბრუნონ ობიექტივს და მიცენ განვითარების საშუალება და ეს თვითონ ხელისუფლებასაც ძალიან დიდ პლუსად ჩაეთვლება მედიის განვითარების საქმეში და ასევე დემოკრატიის განვითარების საქმეში. ჩვენ თვლით, რომ ეს დიდი თანადგომა იქნება. როგორც ვთქვი, ობიექტივს აქვს სამზაროვანიანი ხო, როგორც თვითონ სამზაროვანად საცხადებს და ამის გამო არის ეს სიხშირის შესწავლა. იქიდან გამომდინარე ობიექტივისათვის ეს არის ძალიან სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი საკითხი, მოგეხსენებას მას ფინანსური დახმარებები და სპონსორები სხვა ტელევიზიების უკაცრავად არა აქ დავალიანება ობიექტივს კი არ აქვს. რომელიც სიხშირედაც ბუნებრივია უბრალოდ დიდი თანხა ჭირდება და არ ეძლევა საშუალება ტელევიზიას განვითარებას. ეს სხვა თემაა. მეუბნებოდით ზუსტად რომ ობიექტივს უხდება გადახდა იმ კომპანიებისთვის, ვინც ფლობს ლიცენზიას. ლიცენზიას კი არა, სიხშირეს უფრო სწორედ. და ან უფრო მეტის გადახდა უხდება. ხო ისინი ხო იხდიან ცალკე მომსახურებისთვის თანხას. მაგალითად აქამდე იყო საპატრიარქოს იმაზე, აქზე ერთსულოვნების დათმობილი ქონდა და ეხლა ნუ ის წაიღო ის სიხშირე. და ეხლა ეს არის პრობლემა, რომ უკვე არის პრობლემები. დავალიანებთან დაკავშირებით ეს სხვა თემაა, ჩვენ ვაკითხით ეხლა ვის რა პრობლემა აქვს მაგ ფინანსურ. არა, ეს არის პრობლემა ზუსტად რომ ობიექტივს უხდება სხვებისთვის თანხის გადახდა, იმიტომ თვითონ არ ფლობს იმ სიხშირეს. იმისთვის უხდება თანხის გადახდა, ვისაც სიხშირე აქვს. ამ დროს ბევრად უფრო იაფი დაუჯდებოდა თავად რა კონდეს სიხშირე და ტარიფი მისთვის ასაკვირველია, როდესაც შუამავალთან გაქვთ ერთობა, უფრო მეტი სიხდება. პრაქტიკულად 2 მაქსიმუმის ობიექტივია.